გამარჯობა, მე ნატა მახვილაძე ვარ და თქვენ დღის ქრონიკას უყურებთ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გუშინ ჩატარებული ჩხრეკის თაობაზე დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს და განმარტავს, რომ გაიჩხრიკა ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ვილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის, რომეო მიქაუტაძის, მიხეილ ჩოხელის, ვანო და თორნიკე პარკაულების, სანდრო ლილუაშვილისა და მათი ოჯახის წევრების საცხოვრებელი სახლები. შედეგად, სუსის განცხადებით, სხვადასხვა ადგილიდან ამოღებულია ნაღდი ფული ჯამში $7 მილიონ მეტი და 126,000 ლარი, ასევე 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა და საათი. ძვირად ღირებული ნახატები, დოკუმენტაცია რამდენიმე ათას ფურცლად, 50 ერთეული მობილური ტელეფონი და 119 ერთეული ელექტრომოწყობილობა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლების მიერ ერთობლივად ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ხსენებულ დოკუმენტაციისა და ელექტრომოწყობილობებზე არსებული ინფორმაციის შესწავლა დამუშავება, ასევე ამოღებული ნაღდი ფულის რეალური წარმომავლობის დადგენა, რის შედეგადაც მოხდება დამუშავებული ინფორმაციის მიხედვით შემდგომში საგამოძიებო ოპერატიული მოქმედებების დაგეგმა და შესაბამის პირთა მიმართ სამართლებრივი რეაგირება, განაცხადეს დღეს სუსში გამართულ ბრიფინგზე. კორუფციასთან ბრძოლისას თუ გამოვლენილია ყოფილი ან დღევანდელი თანაგუნდელი, ეს ჩვენთვის ტრაგედია. არავითარი დანდობა, რადგან ეს ყველაფერი სახელმწიფოს წინააღმდეგ არის გაკეთებული. ამის შესახებ დღეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვორსკიმ განაცხადა. სახელმწიფო პარტიისთვის, როგორც თავად განმარტავენ, მიმდინარე პროცესი საკმაოდ ემოციურია. პოლიტიკურ კვირას დღეს ჩვენს ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზურაბ რურუა და ანალიტიკოსი ლევან ნიკოლაიშვილი შეაჯამებენ. მოგესალმებით ბატონ ზურა, ძალიან დიდი მადლობა, რომ გამონახეთ დრო და მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. მოკლედ, გაჩნდა შეკითხვები ყოფილ მაღალჩინოსანთან დაკავშირებით, ცოტა ხნის წინ ჩატარდა სუსში ბრიფინგი და მოვისმინეთ ჩხრეკისას ამოღებული ნივთების შესახებ და თანხის, საკმაოდ სოლიდური თანხის შესახებ დეტალური ინფორმაცია. თქვენ მოვლენების როგორ განვითარებას ელოდებით, როგორც სავარაუდოდ ელექტორატისთვის ალბათ დამამნეველია ეს პროცესი, რა განმარტებების გაკეთება შეგიძლიათ ამ კუთხით? მოგესალმებით ნატა, მივესალმებით პირველ რიგში ჩვენს მაყურებელს, რაც შეეხება დღევანდელ და გუშინდელ მოვლენებს, ძალიან სამწუხაროა, რომ მსგავსი საკითხი დადგა ჩვენ დღის წესრიგში და აუცილებელია, რა თქმა უნდა, ითქვას, რომ ვერანაირი თანამდებობა და ვერანაირი თანამდებობის პირისთვის ინდულგენცია ვერ იქნება ასეთი დანაშაული, ხო? რა თქმა უნდა, ჯერ უნდა დაველოდოთ ჩვენ გამოძიების მიმდინარეობას. თავარი არის ის, რომ ჩვენთვის, ჩვენი ხელისუფლებისთვის პრიორიტეტი არის კორუფციასთან ბრძოლა. ეს ძალიან კარგად იცის ყველამ. ამიტომ ძალიან სამწუხაროა, რა თქმა უნდა, და ემოციურია ჩვენთვის, რომ დღის წესრიგში კიდევ ერთხელ გავიმეორებ, დადგა ასეთი ფაქტი, რომელიც მიუთითებს იმას, რომ ყოფილი მაღალჩინოსნები იყვნენ გარეული ამ ქმედებებში, ამიტომ დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას, დაველოდოთ გამოძიებას და შემდეგ სასამართლო პროცესებს. კი ბატონო, ეს არის კორუფციასთან ბრძოლა, ცალსახად შეგიძლიათ თქვათ, თუ შესაძლებელია რაიმე კავშირები იყოს მაგალითად 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით? ნამდვილად ვერ ვიტყვი წინასწარ, შესაძლებელია ყველაფერი, მაგრამ თავარი რაც არის, ჩვენ ხელისუფლებამ და პრემიერმა პირადად წელიწადნახევრის წინ გამოაცხადა, რომ უკომპრომისო ბრძოლა იქნება კორუფციის წინააღმდეგ, ხო? ამიტომ ნელ-ნელა თანმიმდევრობით ჩვენ ხედავთ ჩვენი ძალოვანი უწყებები, როგორ მოქმედებენ სხვადასხვა უწყებები, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო, როგორ დაუღალავად შრომობს და იძიებს იმ საქმეებს, რაც სავარაუდო კორუფციულ გარიგებებთან არის ამ ბოლო პერიოდში და რამდენი ადამიანი არის დაკავებული, ხო? ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სახელმწიფოსთვის, ჩვენი სახელმწიფოს სიმყარისთვის და იმისთვის, რა პრეტენზიაც გვაქვს ჩვენ მომავალში, რომ გავხდეთ ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში.
კი ბატონო, 4 ოქტომბრის თემა რომ გავაგრძელოთ, 4 ოქტომბრის დანაშაულებრივ მოქმედებებზე ჯამში 62 ადამიანია ბრალდებული. ასევე შაიშმელაშვილის წინააღმდეგ უკვე მას დაუსწრებლად შეეფარდა ბრალი და ძებნა გამოცხადდა. როგორ ფიქრობთ, რა სურათს მივიღებთ საბოლოო ჯამში? კიდევ შესაძლოა გაფართოვდეს დასაკავებელ პირთა წრე? რა თქმა უნდა, ყველამ ვიხილეთ ჩვენ 4 ოქტომბერს და 4 ოქტომბრამდე, რამოდენიმე კვირით ადრე, რა მოწოდებები ჟღერდებოდა როგორც რადიკალური ოპოზიციის ლიდერებისგან, ასევე მათთან დაახლოებული სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის თუ რაღაც ჯგუფების მხრიდან. როგორი მოწოდებები იყო დამხობისკენ მოწოდება, ადამიანების შეკრებისთვის მოწოდება, რომ უნდა გაილაშქროს ყველა სახელმწიფოს წინააღმდეგ და უნდა დაამხოს ეს ხელისუფლება. ახლა უკვე წინააღმდეგ მიდიან ამის ზოგი პოლიტიკოსიც და ზოგი დემონსტრანტიც, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ შეეშინდათ და გაემიჯნენ პროცესებს, ნახეთ ბევრის ასეთი ქცევა ჩვენ, რაც თავარია გამოძიება მიმდინარეობს ინტენსიურად და ეს ძალიან კარგი არის, აუცილებლად უნდა იქნეს იდენტიფიცირებული ყველა ის პირი, ვინც ძალადობრივ ქმედებებში იყო ჩართული ამ პერიოდში. ჩვენ ნახეთ ბევრი ვიდეოკამერით გადაღებული მოკლე და პატარა ინციდენტები, თუ როგორ ესხმიან თავს თანამშრომლებს ხელკეტებით, როგორ მიდის ასე ვთქვათ ძალადობა მათ წინააღმდეგ. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ძალიან ეფექტურად მოქმედებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ხრივ და ეს აუცილებლად უნდა იქნას მიყვანილი ბოლომდე, რათა არავის გაუჩნდეს სურვილი შემდეგში კონსტიტუციურად არჩეული ხელისუფლების, ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების დამხობა და ქვეყანაში დესტრუქციის შემოტანა. ხშირად მმართველი გუნდი საუბრობს იმაზე, რომ ეს დესტრუქცია იმართება გარე აქტორების მხრიდან. აი მაგალითად, თუნდაც ამ 4 ოქტომბერთან დაკავშირებით ევროკომისიის პრეს-სპიკერმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ანიტა ჰიპერმა განაცხადა, რომ ქართული ოცნება რეპრესიულ ზომებს მიმართავს, რომელიც აშკარად რუსული პროპაგანდისტული მანქანის მიერ არის შთაგონებულიო. რა არის ასეთი განაცხადების მიზანი? მაშინ, როდესაც მაგალითად თავად 4 ოქტომბრის ძალადობრივ მოქმედებებზე დუმილის გარდა ევრობიუროკრატებისგან სხვა რეაქცია ჩვენ არ მოგვისმენია. კი ბატონო, ნახეთ ჩვენ პრეს-სპიკერის განცხადებაც და იყო ძალიან ამორალური, ჩემი აზრით, ეს არ შეიძლება ორმაგი სტანდარტით ხელმძღვანელობა, როდესაც ხედავ თუ რა მიზანი იყო ამ აქციის დამხობის, აუცილებლად უნდა თუ ხარ პარტნიორი, მე პარტნიორობა ვიცი ოღონდ და არა ცალმხრივი. ამიტომ მათი მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანი არის თუ საქართველოსთან უნდა პარტნიორობა, შეაფასონ ყველაფერი ობიექტურად. ჩვენ ხშირად გვინახავს სხვადასხვა ევრობიუროკრატების მხრიდან, ასევე ევროპარლამენტარების მხრიდან, თუ როგორ ახალისებენ იმ რადიკალებს და დემონსტრანტებს, უბიძგებენ პირდაპირ დანაშაულისკენ და ეს პირდაპირ მათ პასუხისმგებლობაზეა, რა თქმა უნდა, და იმ ორგანიზატორების, ვინც აქ ყავთ და ვინც იმართებიან მათი მხრიდან. ეს საზოგადოებამ დაინახა უკვე კარგად და შეაფასა თუ რას ემსახურება ზოგადად ამ ევროპარლამენტარების და ბიუროკრატების ყოველდღიური ქცევები, ყოველდღიური მოწოდებები, გინდ Facebook სტატუსები და სხვადასხვა ჩართვა, ასე ვთქვათ, შიდა საქმეებში, გინდ ელჩების ჩარევა, არც ერთი განცხადება არ გაუკეთებია ევროსაბჭო ჩვენთან ელჩს დამოვიწყდა სახელი ჰერჩინსკის, პაულ ჰერჩინსკის, რომელიც ხშირად გამოირჩევა ხოლმე მათ მხარდაჭერ აქციებში მონაწილეობას იღებს, მათ წინასაარჩევნო საპარლამენტო არჩევნებში ჩვენ გვახსოვს, საპარლამენტო არჩევნებში მათ წინასაარჩევნო კამპანიაშიც იღებდა მონაწილეობას და ხშირად ესწრებოდა მათ შეკრებებს. ამიტომ აქ ჩვენი საზოგადოება კარგად ხედავს თუ რასთან გვაქვს საქმე, ვისთან გვაქვს საქმე, რა მიზანი აქვთ მათ საქართველოში, როგორ უნდათ რომ შემოიტანონ არეულობა, როგორ უნდათ რომ მოუწოდონ საზოგადოებას ხელისუფლების დამხობის
გულისკენ და სხვადასხვა სცენარები. ამიტომ ჩვენ მთავარი მიზანი არის ჩვენ საზოგადოებას, ჩვენ საზოგადოების უმრავლეს და უდიდეს ნაწილს, რომელმაც დაუჭირა საქართველოში ქართულ ოცნებას მხარი და დღევანდელ ხელისუფლებას და ჩვენ პოლიტიკას მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს შეფასებები ამ ევროპარლამენტარების მხრიდან და ევრობიუროკრატების მხრიდან. ამიტომ ყველა ხედავთ თუ რას ემსახურება ეს ყველაფერი. ბატონ ზურა, თქვენ ახსენეთ ახლა ელჩები და მინდა შევეხო საქართველოში გერმანიის ელჩის საქმიანობით ბუნდესტაგის წევრები დაინტერესდნენ. ფრაქცია ალტერნატივა გერმანიისთვის წარმომადგენლები იკვლევენ შეესაბამება თუ არა გერმანელი დიპლომატის ქცევა ვენის კონვენციას და ამის გასარკვევად კონკრეტულ შეკითხვებს სვამენ. პიტერ ფიშერის სადავო აქტივობებზე კითხვის ნიშნები უკვე გერმანიაშიც რომ გაჩნდა, ეს არ გაკვირვებიათ საქართველოში მართლ გუნდში. როგორ ფიქრობთ, დიპლომატიური ეტიკეტის დარღვევასთან გვაქვს საქმე თუ კიდევ არის რაიმე სახის უფრო გლობალური ინტერესი ამ შემთხვევაში? კი ბატონო, რა თქმა უნდა, ფიშერი გამოირჩეოდა ყოველთვის ამ რადიკალების მხარდაჭერით ამ პერიოდის განმავლობაში და სწორედ ძალიან სამართლიანად გაუჩნდა გერმანიაში მისი, ასე ვთქვათ, მოღვაწეობის შესახებ ინტერესი თუ რას ემსახურება მისი ასეთი ქმედებები და პირდაპირ გეტყვით რომ მას ფიშერის ეს ქმედებები ემსახურება იმ გლობალური ძალების საქმეს, რაც უნდათ რომ აქამდე საქართველოში გააკეთონ. როგორ უნდათ რომ ხელისუფლება გადაატრიალონ და მოიყვანონ თავისი მართული ძალები, ხო, ამ ქვეყანაში. ამიტომ ფიშერის ეს ქმედებაც ზუსტად ამასთან არის დაკავშირებული. და ძალიან კარგია თუ გერმანიაში მის წინააღმდეგ დაინტერესდნენ და სწორედ ეს არის ვენის კონვენციის დარღვევა, როდესაც დიპლომატი ერევა სახელმწიფოს შიდა საქმეებში და შიდა პოლიტიკაში და არ აკეთებს ობიექტურ განცხადებებს. ამიტომ სავსებით სამართლიანია და რა თქმა უნდა მივესალმები გერმანიის ამ პარტიის ამ ქმედებას, რაც ფიშერის წინააღმდეგ არის გაჟღერებული ბოლო პერიოდში. გასაგებია, შიდა პოლიტიკურ სიტუაციაზე მინდა გკითხოთ, ხელისუფლება ნაციონალური მოძრაობის არაკონსტიტუციურად გამოცხადების მიზნით საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით რამდენიმე დღეში მიმართავს. მთავრობის მეთაურის განმარტებით სარჩელი 400-ზე მეტ პარტიას შორის ერთ-ერთ და 400-ზე მეტ პარტიას შეეხება და პლუს ერთ კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას. ვინ დარჩება, როგორ ფიქრობთ, პოლიტიკურ ოპოზიციურ ველზე? ანუ გადარჩეულები ვინ იქნებიან სავარაუდოდ? რა თქმა უნდა, ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვიმუშავეთ ამ სარჩელზე და ეხლაც მიმდინარეობს პატარა კორექტირება, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში სრულად გამართული სარჩელი შევიდეს. სწორედ პრემიერმაც განაცხადა 400-ზე მეტი პარტიის წინააღმდეგ შევა ეს სარჩელი, რომლებიც არა მარტო ჩვენი მთავრობის პერიოდში ჩადიოდნენ მრავალ დანაშაულს და საბოტაჟს უწყობდნენ საკუთარ ქვეყანას, არამედ მანამდე 12 წლის განმავლობაში თუ რა გაუკეთეს თავის ქვეყანას. უკაცრავად ჩავასწორებ 400-ზე მეტ პრემიერმა თქვა სარჩელი 400-ზე მეტ პარტიას შორის ერთადერთ პოლიტიკურ ძალას კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას შეეხება. კი, კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა არ არის მხოლოდ ერთი პარტია, არის რამოდენიმე დანაყოფი, იქ პატარ-პატარა პარტიები ძალიან ბევრი არის და ამიტომ მათ შეეხებათ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, საკონსტიტუციო სასამართლოს გადასაწყვეტია. ჩვენ წინასწარ ნამდვილად ვერ ვიტყვით, ვის შეეხება და რა შეეხება. მთავარი არგუმენტები და ფაქტები იყოს ისეთი, რომელიც გაამყარებს ამ ჩვენს სარჩელს, ხო, რა თქმა უნდა. მნიშვნელოვანი არის ასევე სარჩელში წარგენილი წინ ხელისუფლების მიერ ჩადენილი უამრავი დანაშაული, რაც ჩვენ ნახეთ საგამოძიებო კომისიაზე, მოვისმინეთ პირდაპირ ეთერში, მთელმა საქართველოს მოისმინა თუ რას აკეთებდა აქამდე კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა და რითი იყო დაკავებული ეს პერიოდი. ამიტომ მნიშვნელოვანია ძალიან მთელი საზოგადოებისთვის და ქართველი ერისთვის, რომ ესეთი დესტრუქციული ძალები ნელ-ნელა ჩამოშორდნენ პოლიტიკურ ველს და გაჯანსაღდეს ნელ-ნელა პოლიტიკური ველი და აუცილებლად მე იმედი მაქვს, რომ აუცილებლად გამოჩნდება ისეთი ოპოზიციური ძალები, ისეთი ძალები, რომლებსაც მართლა შეაწუხებთ ის
პრობლემები და ის ასე ვთქვათ, იმ დებატებში მოუნდებათ შესვლა ხელისუფლებასთან, რაც მნიშვნელოვანია დღეს ჩვენთვისაც, ხო? თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ქვეყანა, როგორ უნდა გაიზარდოს ეკონომიკა და რა პატარ-პატარა პრობლემები არსებობს ზოგადად ქვეყანაში. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ჩვენს ეთერში უმრავლესობის წევრი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზურაბ რურვა საუბრობდა. ეხლა კი მივესალმებით ჩვენს შემდეგ სტუმარს. ანალიტიკოსი ლევან ნიკოლაიშვილი გვერდებება პირდაპირ ეთერში. ძალიან დიდი მადლობა ბატონ ლევან, რომ გამონახეთ დრო და მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. მოკლედ, სულ ცოტა ხნის წინ ვნახეთ სუსის მიერ ბრიფინგზე გამოცხადებული დეტალური ინფორმაცია იმ ჩხრეკების შესახებ, რომელიც ჩატარდა ყოფილი მაღალჩინოსნების სახლში. მოვლენების როგორ განვითარებას ელოდებით, თქვენ როგორ ფიქრობთ კორუფციაზეა საუბარი შეიძლება იყოს 4 ოქტომბერთან კავშირზე, მოკლედ ელოდებით თუ არა, რომ შესაძლებელია დაკავებულ პირთა წრე მაღალჩინოსნებში გაიზარდოს? არ გამორიცხავ ერთი უბრალო მიზეზიდან გამომდინარე, ვინაიდან ახლა სუსში მიმდინარეობს ამ მასალების შესწავლა, როგორც ბრიფინგზე გაჟღერდა და იქიდან გამომდინარე თუ გამოიკვეთება ვინმეს დანაშაულები ქმედებები, თავისთავად ცხადია, რომ სახელმწიფო ამ შემთხვევაში და შესაბამისი ორგანოები მოქმედებენ ადეკვატურად კანონის შესაბამისად, ხო? აქ უკვე მნიშვნელობა არ აქვს, რომ კონკრეტულად ვინ არიან ეს ადამიანები, ან რას წარმოადგენენ, გნებავთ დღეს, გნებავთ გუშინ, რა თანამდებობებს იკავებდნენ, ახლა თუ ვინმეს აქვს დანაშაული ჩადენილი და აქაც არ აქვს დიდი მნიშვნელობა ამ შემთხვევაში, ეს დანაშაული მხოლოდ თქვა კორუფციული თვალსაზრისით არის გამოწვეული თუ ასევე რაღაცა თქვა მიმართულებები იკვეთება 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით. ნუ ერთი ფაქტია, რომ ჩვენ გვინდა რომ კონდეს სამართლებრივი სახელმწიფო და შესაბამისად აქედან გამომდინარე თუ კი ვინმე კანონს არღვევს, მან შესაბამისად პასუხი უნდა ააგოს კანონის წინაშე. რა ვერსიებზე შეიძლება იყოს საუბარი? თქვენ ანალიტიკოსი ხართ და ხშირად გვისაუბრეთ სხვადასხვა მიმართულებით ვერსიებზე. თუ გააქვთ რაიმე ვერსია ამ მიმართულებით? მე არ მაქვს ინფორმაცია, მაგრამ გამომდინარე იქიდან რომ ეხლა შეიძლება ჩემი ვარაუდები, ჩემი ვერსიები არც თუ ისე სახარბელო წარმოჩინეს, თუნდაც იქიდან გამომდინარე რომ გამოძიება მიმდინარეობს და მე არ მინდა ეხლა ჩემი ვერსიებით თავს მოვახვიო გნებავთ საზოგადოებას ისეთი მოსაზრებები, რაც შეიძლება არ იყოს მანდამაინც მიზანშეწონილი ამ შემთხვევაში. ვინაიდან კიდევ ერთხელ არ მინდა არავითარ შემთხვევაში დავარღვიო არც უდანაშაულობის პრეზუმპცია ვინმეს მიმართ და ამავდროულად არ მინდა რომ თქვათ რაღაც ისეთი მოსაზრებები გავაჟღერო, რომელსაც შეიძლება არ მიიღოს სერიოზული სახე. ჩვენ გვყავს საკმაოდ სერიოზული პროფესიონალი თანამშრომლები სხვადასხვა უწყებებში, მათ შორის პროკურატურაში, სახელმწიფო უშიშროების სამსახურში და აქედან გამომდინარე, რახან ისინი არიან გასული უკვე ასე ვთქვათ, ერთ-ერთ სერიოზულ კვალზე და გარკვეული სახის ნივთკიცებები ამოღებული აქვს, ხდება ამ მასალების შესწავლა და თავისთავად ცხადია, უკვე შემდეგი ეტაპი დაიწყება იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანებმა უნდა ახსნან, ხო, იმის თაობაზე, საიდან ეს ნივთები მათ ოჯახში თუ სხვადასხვა ადგილებში როგორ აღმოჩნდა, რატომ აღმოჩნდა, რა რაოდენობის არის, როგორ არის და გარდა ამისა, რა დანიშნულება ჰქონდა. ეს არის ყველაზე მთავარი, ხო? აქედან გამომდინარე, როცა უამრავი ვარიანტი არსებობს, უამრავი ვერსია არსებობს, კიდევ ერთხელ მე ვფიქრობ, რომ უმჯობესია მაინც დავედოთ ჩვენ გამოძიების შედეგებს, კიდევ ერთხელ ხას უსვამო საკმაოდ კვალიფიციური მაღალი დონის პროფესიონალები აწარმოებენ ეს სახის სამუშაოს და ამის შემდეგ უფრო გამოიხატება ისეთი სურათი, რაც ჩვენ მოგცემს უკვე საშუალებას, თუნდაც ჩვენი ვარაუდები იქნება თუ ანალიზები უფრო სერიოზულ წრეში მოვაქციოთ. ხომ არ გამოიწვევს ეს დაბნეულობას ქართული ოცნების ამომრჩეველში? დღეს მმართველი გუნდის წევრები საკმაოდ მკაფიოდ საუბრობდნენ იმაზე, რომ მაღალ თანამდებობაზე ყოფნა რაიმე სახის ინდულგენცია არ არის, თუმცა თავად სოციალურ ქსელებსაც რომ გადავხედოთ, შეშფოთება იგრძნობა ამ მხრივ. მოდით ესე ვთქვათ, რომ ახლა ჩვენ ადამიანები ვართ, ხომ? შესაბამისად უცოდველი არავინ არ არის, მაგრამ ცოდვას გააჩნია. არის ცოდვები, რომელსაც მიეტევება ადამიანს და რომელსაც ასე ვთქვათ, ეკლესიის მსახურები შესაბამისად მიუტოვებენ და ლოცვას აღავლენ და მაგრამ არის გარკვეული რაღაცები, რომელიც უკვე გადადის სერიოზულ დანაშაულში და თუკი ეს სერიოზული დანაშაული კიდევ ერთხელ ხას უსვავ აქ ჩადენილი ადამიანს მიუხედავად იმისა, რომ რა პოპულარობით სარგებლობდა, რა თანამდებობას იკავებდა, რა დამსახურებები ჰქონდა მას წასვლაში თუ ასე შემდეგ, უკვე მნიშვნელობა არ აქვს, თუ კი დანაშაული არის ჩადენილი,
მას შესაბამისი რეაგირება უნდა მოყვეს. აქედან გამომდინარე, ხა თუ ვიღაცა ფიქრობს, რომ გამორიცხულია და ეს მისიანი და ეს არ უნდა მომხდარიყოს, გასაგებია რომ ყველა თავისი ახლოს საქართველოს თბილისი მოიხსენებათ არც თუ ისე დიდი მასშტაბის და ფართო დიაპაზონის რაღაც გეოგრაფიული ადგილებია, ხომ? ადამიანები ყველას ისნობს, ძალიან გადაჯაჭვულები არის ნათესაური კავშირები, მეგობრობა და ასე შემდეგ, მაგრამ აი ამ შემთხვევაში თუნდაც ჩვენი მეგობარი იყოს, თუნდაც ახლობელი იყოს, თუ კი მან ამე დააშავა, ხომ? ჩვენ პირველ რიგში რა თქმა უნდა სინანი უნდა გამოხატოთ, მაგრამ ამავდროულად არ შეიძლება რომ ეს მივიღოთ პირად წყენად. დამნაშავე არის დამნაშავე, თუ კი მას ბრალი დაუმტკიცდება და უდანაშაულო არის უდანაშაულო და კიდევ ერთხელ გააჩნია რა დონის დანაშაულზეა ხო საუბარი. თუ კი ეს არის კორუფციული რაღაცა სქემებიდან გამომდინარე, ამ შემთხვევაში კანონი მოქმედებს შესაბამისად. თუ კი უფრო მძიმე დანაშაულთა გვაქვს ჩვენ საქმე, რომ ეს თანხების შესაძლო ახმარდებოდა გარკვეულ დაფინანსებას ან შესაძლო დაფინანსებას ან როგორც არის, იმისათვის რომ ოქტომბერს რაღაც რევოლუციური სცენარი განხორციელებული იყო, ის უფრო მძიმე დანაშაულია. აქედან გამომდინარე, ხომ, მოდით შევხედოთ ყველაფერს აი პირდაპირ თვალებში და ვთქვათ, რომ რა უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ის რომ ვიღაცის და ნებისმიერი ჩვენთაგანის ახლობელი ადამიანი, რომელსაც ვიცნობთ, რომ შეიძლება გისურვოს მიღმა აღმოჩნდეს, თუ ქვეყანა დაიღუპოს და უფრო მეტი მსხვერპლი მოყვეს იმას, რასაც შეიძლება და ის დანაშაული მოჰყოლო და რაზეც ჩვენ შეიძლება ვივარავოთ. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ კი, რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია ყოველთვის ნებისმიერი ადამიანის გისურვოს მიღმა ხილვა, მაგრამ კიდევ ერთხელ კანონი არის კანონი, ის უნდა იყოს უზენაესი და ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ რა არის უფრო მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის, სახელმწიფოსთვის, საფრთხის აცილება, თუ ჩვენთვის, ვიღაცისთვის, ნებისმიერი ადამიანისთვის, საყვარელი მეგობარი ნათესავე ადამიანის გისურვოს მიღმა ხილვა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. სახელმწიფო არის სახელმწიფო და სახელმწიფოში, როცა მიმდინარეობს გარკვეული მოვლენები, ჩვენ უნდა შევხედოთ იმას, რომ რა უფრო სასარგებლო არის ქვეყნისათვის და რა უფრო დააზიანებდა სახელმწიფოები და ეროვნულ ინტერესებს. კი ბატონო, ეს თემა რომ გავაგრძელოთ 4 ოქტომბერი, 4 ოქტომბრის დანაშაულებრივ ქმედებებზე ჯამში 62 ადამიანია ბრალდებული. და შესაძლოა კიდევ გაიზარდოს თუ არა დასაკავებელ პირთა წრე, როგორ ფიქრობთ და გარდა ამისა, როგორ ჩანს ეს ყველაფერი დასავლეთის ლუპის ქვეშ, იმიტომ რომ საკმაოდ მწვავე განცხადება გააკეთა ანიტა ჰიპერმა, მიუხედავად იმისა, რომ იმ ქმედებებზე, რაც მოხდა 4 ოქტომბერს და ქვეყანამ საკმაოდ დიდი საფრთხე აიცილა თავიდან, ოფიციალური ბრიუსელი დუმს. მოდით ესე შევხედოთ მოვლენებს, რომ მე თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ დამნაშავეთა რიცხვი გაიზრდება ერთ უბრალოდ მიზეზიდან გამომდინარე, რომ კიდევ მიმდინარეობს იდენტიფიკაცია ადამიანების, რომელიც ღებულობდნენ მონაწილეობას 4 ოქტომბრის, ასე ვთქვათ, მოვლენებში და გარდა ამისა, არ დაგავიწყდეს, რომ ბევრი ადამიანი, რომელიც უკვე დაკავებულია, ჩვეულებრივი პროცედურაა, თავისთავად ცხადია, თანამშრომლობენ გამოძიებასთან. თანამშრომლობა გამოძიებასთან ნიშნავს იმას, რომ ისინი ასევე ეუბნებიან იმ ადამიანების შესახებ გარკვეულ ინფორმაციას ასწრიან, რომლებიც იყო არ უფრო მეტი ორგანიზატორი, უფრო მეტი ჩართული და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, ხა რიცხვი რომ გაიზრდება, აქ ორი აზრი არ არსებობს. მეორე ხა საკმაოდ საინტერესო და მოდით ესე ვთქვათ, ნაწილობრივ მტკივნეული კითხვა, რაც თქვენ დასვითოთ, როგორ აღიქვამს ამას დასავლეთი, გასაგებია რომ დასავლეთში არის ძალები, რომლებიც სამწუხაროდ ამას თითქოს არაფრად არ აგდებენ და ის კი არა და ბუდიშიც კი არ მოუხდიათ იმის გამო, რომ შესაბამისი შეფასება არ მისცეს 4 ოქტომბრის ამბებს, ხო? რატომ? ვინაიდან მათ ესე იგი აწყობდათ ეს ყველაფერი და კიდევ ერთხელ არიან გაბრაზებული, გაწიწმატებული, რა ვიცი, თავზარდაცემული იქიდან გამომდინარე, რომ 4 ოქტომბერი, რაც მათ ჰქონდათ ესე იგი სურვილი, ვერ შედგა ისე როგორც უნდა შემდგარიყო. მაგრამ არის ძალები, რომლებიც ამას ყველაფერს უყურებენ ადეკვატურად და ფიქრობენ იმ უცდაობაზე, რომ თუ ჩვენი ხელისუფლება ამას არ განიხილავს ისე, როგორც საჭირო არის, ხომ? შესაბამისი და უარეს შეიძლება მათ ქვეყანაშიც განმეორდეს და ამიტომ ისინი ადეკვატურად უყურებენ ამ ყველაფერს. მეორე რომ ჯერ შესაძლოა მათ არ აქვს საშუალება, რომ ეს ყველაფერი ხმამაღლა გამოხატონ. ეხლა ჩვენ თუ გავიხსენებთ, ხომ, გერმანიის მაგალითს. ჩვენ ვნახეთ გერმანიის თავხედი ელჩის მაპატიეთ გამოთქმისათვის მხარდაჭერი განცხადებები ისევე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროდან, მაგრამ ვნახეთ ყველაზე რეიტინგული ოპოზიციური პარტიის შეკითხვები გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ ელჩის თაობაზე და იმ ქმედებებზე, რაცაც ის ჩადის, თქვათ, საქართველოში. ეს უკვე სერიოზული სიგნალი არის. ვინაიდან იმ ადამიანებს, რომლებიც ხარს უჭერენ დღეს ფიშერს,
გასაგებია რომ სხვანაირად ეწვით კუდი რომ ეს მათი დანიშნული ადამიანი და მათი მხარდაჭერილი ადამიანი და მისი ქმედება არ არის ისეთი როგორც უნდა იყოს, მაგრამ ქცევა მათი მხრიდან, როცა თქვა ფიშერს უჭერენ მხარს, არის არაადეკვატური, მიუღებელი საქართველოს გერმანიის ურთიერთობისათვის და აი ადამიანები რომლებიც კითხვას უსვამენ იმის თაობაზე რომ თუ როგორ იქცევა ფიშერი და რამდენად ნორმალურია ეს დიპლომატიაში და არ გვევს თუ არა ვენის კონვენციას, ისინი სხვაგვარად უყურებენ, ვინაიდან მათთვის პრესტიჟი არის გერმანიის სახელი, გერმანიის ავტორიტეტი და არა ვიღაცა ადამიანის, რომელიც კაცმა არ იცის რა დამსახურების გამო აღმოჩნდა ელჩის თანამდებობაზე, ვინაიდან მისი ქცევა ყოველად შეურაცხმებელი არის ნებისმიერი დიპლომატისათვის. იგივე შეგვიძლია ვთქვათ, რომ როგორ შეიძლება ახლა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები იქნებათ ევროკავშირის სპიკერი უყურებდეს ღიად, როგორ არღვევენ ღობეს, როგორ იჭრებიან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ეზოში, სასახლეში, რესტომზეა ლაპარაკი, როგორი მოწოდებებია და ამის შემდეგ, ესე იგი, არავითარ განცხადებას არ აკეთებდეს იმისთან დაკავშირებით, რომ დაგმოს ესეთი ანტისახელმწიფოების აქციელი ევროკავშირის კანდიდატობის ქვეყნის მიმართ. მან კი არ დაგმო, პირიქით წააქეზა ის ადამიანები და მხარდაჭერა გამოუცხადა. ეს არის ძალიან სავალალო და ძალიან ცუდი ნიშანი იმისათვის, რომ ევროკავშირი ნელ-ნელა კარგავს დღევანდელი მისი ხელმძღვანელობის საშუალებით იმ ღირებულებს, რაც მას უნდა ქონოდა და ქონდა ადრე, რაც ჩვენ მოგწონდა და რის გამოც მივისწრაფოდით და ეხლა ცხადია ჩდება ძალიან ადეკვატური შეკითხვა იმის თაობაზე. გვინდა კი ჩვენ ესეთ ორგანიზაციაში ყოფნა, რომელმაც დაკარგა ის ღირებულები, რაც მას ქონდა და აბსოლუტურად გადაქცეულია სხვა ტიპის ორგანიზაციად, ხო? და ამის უამრავი მაგალითი არის. აგერ ნახეთ ხომ, გუშინდელი შეხვედრა ზელენსკისა და ტრამპს შორის გაიმართა შეთანხმება გარკვეულ საკითხებზე და სად იმართება შემდგომი შეხვედრა რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის? უნგრეთში. იმ უნგრეთში რატო იმართება? იმიტომ რომ ადეკვატური არის მისი ხელმძღვანელობა და ადეკვატურად უყურებს იმ საკითხს, რომ მშვიდობა უნდა დამყარდეს უკრაინასა და რუსეთის ომის შედეგად და ხალხი არ უნდა იხოცებოდეს და წარმოიდგინეთ ახლა სხვა ქვეყანაში რო იყოს ეს რამდენი ევროპელი ლიდერი, რამდენი ევროპელი ბიუროკრატი შეეცდებოდა რომ ჩაეყო ფეხი, ჩაეყო ცხვირი იმ საქმეში რომ რამენერად იქნება ომი გაგრძელებულიყო. აი უნგრეთში მათ ეს არ გამოვა და სწორედ ამიტომაც არის არჩეული უნგრეთი ჩემი მარწმენით რომ იქ ევროპელები, ის ადამიანები რომლებიც ფიქრობენ ომის გაგრძელებას და უჩიჩქინებენ ყოველდღურად ზელენსკის რომ შენ არ დათმო, ჩვენ აქ ავართ, ჩვენ მოგაწვით იარაღს, შენ იომე, რა ენაღლებათ ბოლო უკრაინელი მოგწება თუ არ მოგწება, ხომ? აი ისინი უნგრეთში ამას ვერ გაბედავენ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს არის ერთ-ერთი კარგი მაგალითი იმისა, რად გადაიქცა დღევანდელი ევროკავშირი და ჩვენ არ უნდა გვიკვირდეს ესეთი ევროკავშირისგან ჩვენთან როცა ხედავენ სახელმწიფო გადატრიალების ცდელობას, ესეთ უბედურებას და ამას კი არ განიკითხავენ, პირიქით ხარს უჭერენ ექსტრემისტულ ჯგუფებს. კი ბატონო, და ბოლო შეკითხვა. ხელისუფლება ნაციონალური მოძრაობის და მათთან დაკავშირებული პირების არაკონსტიტუციურად გამოცხადების მიზნით საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართავს თუ არ ვცდები, რამდენიმე დღეში შესაძლოა ეს მომავალ კვირაშიც მოხდეს. როგორ ფიქრობთ, ვინ და რა ვადით აიკრძალება და ეს დაკავშირებადობა როგორ შეიძლება დადგინდეს? ხომ არ გააჩენს ეს გარკვეულ კითხვის ნიშნებს? იცით რა შეა საქმე? არ არის რთული გამოსაცნობი რომ ძირითადი ბირთვი, რა თქმა უნდა, ნაციონალური მოძრაობისა ხდება ამ სიაში და ასევე ხდებიან ის ადამიანები, რომლებიც გუშინ ნაციონალურ მოძრაობაში იყვნენ და მათ კი წესზე არის უამრავი დანაშაული და დღეს ახლა სახე იცვალეს, სხვა ნიღაბი გაიკეთეს, სხვა მანტია მოისხეს და გვევლინებიან ან არასამთავრობო ორგანიზაციებში, ან სხვადასხვა პარტიებში გადარქმეული სახელებით. ნუ გვავიწყდება ის პერიოდი, როცა ისინი მართავდნენ ქვეყანას და რა უბედურება დააწიეს ამ ქვეყანას, ხომ? დაწყებული 2008 წლის ომით დამთავრებული თუ გნებავთ ადამიანის უფლების დარღვევები და არაფერი რო არა ვთქვათ, რომ დღეს ვიღაცები სხვას აწებებენ რუსული არლიხებს, ჩვენ ხედავდით და ნახეთ და ვიცით ამის უამრავი დოკუმენტაცია არსებობს, ხო? ეს ხო არ არის დამალული ფაქტები, როგორ გადასცეს თავიანთი მმართველობის პერიოდში და მათმა ბელადმა ყველა სტრატეგიული ობიექტი რუსეთის ფედერაციას და ამის შემდეგ ახლა სხვას ეძახიან რაღაცას, ხო? აქედან გამომდინარე, ეს ადამიანები, რა თქმა უნდა იყოს დისტანცირებული პოლიტიკიდან, იმავალი პოლიტიკიდან, რომელსაც ქვეყანა შეიძლება გადაჭეხოს საბოლოო ჯამში. განსაკუთრებით ის ადამიანები, რომელსაც ქამელეონის მაგორად იცვალეს ფერი, ზნე, სახე, ნიღაბი მოიგეს, რაღაცა
მანტიები მოისხეს და გვევლებიან ახლა ისეთ უცოდველ კრავება თითქოს არაფერს შუაში არ არის. არ უნდა დაგვაუწყდეს ეს ადამიანები, ვინაიდან ესენი არიან არა მარტო ჩვეულებრივი რიგით წევრები, არამედ ავტორები იმ დანაშაული ქმედებისა, რაც იყო მაშინ ჩადენილი და აქედან გამომდინარე ესეთი ავტორები უნდა იყოს დისტანცირებული პოლიტიკიდან, იმიტომ რომ პოლიტიკა არ არის ადგილი, სადაც ჯალათები უნდა მოღვაწეობდნენ. პოლიტიკა არის ის ველი, სადაც უნდა მოღვაწეობდნენ პოლიტიკოსები, გასაგებია სხვადასხვა განსხვავებული აზრის მქონე, სხვადასხვა შეხედულებების მქონე, სხვადასხვა მიზნების მქონე, მაგრამ არა ჯალათური, არა ანტისახელმწიფო ქმედებზე ორიენტირებული. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ერთხელ სამუდამოდ ეს უნდა დაალაგდეს და ამის ანალოგია, ამის მაგალითები ჩვენ გვაქვს ბევრ ქვეყანაში ხომ? და ამაში გასაკვირი არაფერი არ არის და გავიხსენოთ კიდევ ერთხელ გერმანია, რომელიც დადგა თავის ფეხზე, სწორედ ერთ-ერთი მიზეზი ეს იყო, რომ ის გაიწმიდა ზუსტად იმ ფაშისტებისგან, იმ დამნაშავეებისგან და მათ აეგზალათ პოლიტიკაში მოღვაწეობა და გარდა ამისა, თუ აღმოჩნდება, რომ იმას კიდე დანაშაულებიც აქვს ჩადენილი, ეს თავისთავად ცხადია კანონის ქვეშ უნდა მოიქცეს. მე არ მინდა ასევე აი ესე გვერდი დავტოვო ის მხარდაჭერები, ის ადამიანები, რომელმაც იციან ამ დანაშაულების შესახებ და დღესაც მათ მხარდაჭერება რჩებიან. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი ამას დღეს თუ გააკეთებდნენ, დღესაც მხარს დაუჭერდნენ და დღესაც ხელს შეუწყობდნენ. ამიტომ მათი ადგილი პოლიტიკაში უნდა დამსაბეს. კანონს არ გვესვიმენ, კანონმა უნდა იმოქმედოს შესაბამისად. გვინდა ჩვენ გქონდეს ნორმალური ქვეყანა, გვექოლება ქვეყანა აი ესეთ შემთხვევაში. ძალიან დიდი მადლობა ჩვენს ეთერში ანალიტიკოსი ლევან ნიკოლაიშვილი საუბრობდა. ასეთი იყო მოვლენათა განვითარების ქრონიკა ამ დროისთვის. მე მომდევნო ხუთშაბათამდე გემშვიდობებით.